ტემუს unboxing-ები. რამდენი ამანათი დაგროვებია, მეგობრებო. დამიწერეთ ვის მოგენატრათ ტემუს unboxing-ები. სულ ეს არ არის. კიდევ ჩამომდის ასევე 3 დიდი ამანათი. მოდი ამებით დავიწყებ, მოვითავებ, იმიტომ რომ ხვალ დღეში მივდივარ ბადრისთან. რაღაცები მჭირდება რაც არის ამანათებში. იმასაც ჩავსვამ ამ ვიდეოში, როცა ჩამომივა. აბა როგორ ხართ, როგორ განწყობაზე ხართ, დამიწერეთ კომენტარებში. რამდენი რაღაცაა და პირველ რიგში რითიც უნდა დავიწყოთ არის ესენი. გოინდროა გავტესტოთ ეს ფორმა და ამით გავაგზავნოთ ვიდეო. დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან გვიან არ დაიდება ეს ვიდეო და მალე ჩამომივა სხვა ამანათებიც. ხოლო ვინც ახალი ხართ ტემუზე შეგახსენებთ რომ ეს არის ჩემი პრომოკოდი შეგიძლიათ გადახვიდეთ ტემუს საძიებელოს ჩაწეროთ ჩემი პრომოკოდი ან ქვემოთ არის ლინკი აღწერაში მოგცემთ 300 ლარიან კუპონს ამანათების სახში უფასოდ მოგთ და ძალიან მაგარი რაღაცაა წონაშიც ფულს არიხთ ვაფშე არაფერს არიხთ ან საიტზე გამოიწერთ всё სახში მოგივა თქვენს მისამართზე ეს რა არის ხო არ მეღადავები ეს სად უნდა ჩამოვიკიდო ხო არ გადავა მეს ხუდი მეგონა უცებ რამხელა რაღაცა ყოფილა თურმე არის საჩუქრების ტომარა გამოიწერია ხი მოდი თუ არ გამოგიწერია მოდი ამიტომაც გამოიწერეთ 300,000 გამომწერზე მალე ავიდეთ მაგარი აქ ჩადებ რაღაცებს მე ამას შემოახვევ ესე გადაიკიდებ და წავიდა ახლა კი დრო მოვიდა მთავარის ჰო მოგესალმებით მეგობრებო გამოიწე რას გავარ ბიჭო საჩუქრები მოგიტანეთ რა პლანდიდან მოვედი მე ცუდათავა არა ქუდი აშკარად ძალიან მიხდება მინდა გითხრათ ზედმეტად ცხელა ის ვერ გათვალე რომ უფრო ადრე უნდა გამომეწერა ეს ყველაფერი გადავიდეთ შემდეგ ამანათზე წარმოდგენა არ მაქვს ეს რა არის მივხვდი ეს არის მანქანის ჩანთა აქ შეგიძლიათ ჩადოთ ჩანთაში რაღაცეები და მანქანაში შეინახოთ რა იმიტომ რომ მანქანაში მინდოს ესეთი რაღაცეები რომ წამდაუწუმ აი ვისაც გამოცდილი გაქვთ საბარგულში ესე გადაიწევა ხან ესე გადმოიწევა და ამით ეს მოგვარდება ეს პრობლემა რა აი ესეთი უფრო დიდი მეგონა რო არ მოგატყუოთ, მაგრამ თავის საქმეს გააკეთებს. ნახოთ რა არის შემდეგი ამანათი. ფიგურები, ვისაც მოგენატრათ. აი ესეც ახალი ფიგურა, როგორც იცით. ბიждები ფიგურებზე გონიში ამჩნევდით. უბრალოდ ისეთ შეფუთვაში იდო. იმედი მაქვს არაფერი მოტეხილი არ არის და ყველაფერი რიგზია. მალეც უნდა დავაჭერინოთ და ეგ არის. ესეც ჩვენი ახალი ფიგურა. შეემატა ჩვენს კოლექციას. გამოიყურება აი ასე. საიდან არის წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ძალიან მომეწონა და ვიფიქრე რომ მოხდებოდა ჩემ კოლექციას. უბრალოდ პრობლემა ის არის რომ ადგილი აღარ მაქვს ფიზიკურად ამოვისო. ყველგან რაღაცები მინდოს უკვე. რა იქნება შემდეგ ამანათში? ნახოთ ერთად. ხერხი გამოვიწერეთ ძალიან მაინტერესებდა რანაირი ხერხი იქნებოდა ტემუდან და ამასაც ტყეში გავტესტავ დიდი ალბათობით. ესე გავშალოთ, აი ესე გამოიყურება და საკმაოდ ბასრი პირები უჩანს, მაგრამ რამდენად გამძლეა ეგ აღარ ვიცი რა. ეხა ფასის შესაბამისი იქნება, დიდს არაფერს არ ველოდები ისეც. მაგრამ გამომადგება რომ რამე თავის საქმე შეასრულებს. გესმით? არის ძალიან მაინტერესებს როგორ იმუშავებს. ახლა კი გამოვიყენოთ ჩვენი ხერხი მეგობრებო როგორ მუშაობს. სანამ დიდხეზე გადავარ, მე ჯერ მინდა გავტესტო კვარზე, იმიტომ რომ კვარი თან გვჭირდება და თან რთული გასაჭრელია. ეს დაიჭირება რა მქონდეს და გვჭირდება. სწრაფაჭრის რა. ან მეგობრებო, ვინც არიცით ჩემი ვიდეოებიდან კვარი ზოგადად არის, ნახეთ როგორია ჯერ მაგარი საოცარი სურნელი აქვს და მე კიდე რთული გასაჭრელი, აი ნაჯახის რო ჩაარტყა, აი სად ამას რო ჩაარტყა და სად ამას. ძალიან დიდი სხვაობაა. ანუ კაი ხერხია ეს, იმიტომ რომ მე პირადად ვიყენებ ამას რამდენიმე თვეა. ესეც დაგჭირდება დასანთებად. აი პატარა ხერხის ყოლობაზე, აი სადღაც ამ ხელაზე მაინც რო გაჭრა რაღაც, ძალიან კაი რაღაც არის. და ძალიან იაფიღის ბოლო-ბოლო. შემდეგი არის უკვე, აბა გამოიცანით რა არის. iPad, რომელსაც უამრავი რამე მოყვება, აქ ჩანდა კამერაში. ეს არის ტემუს პლანშეტი, წარმოვიდგინეთ, როგორც ხედავთ, ჩვეულებრივად მუშაობს. ძალიან დიდი მოლოდინებიც ნუ გექნებათ. აი მაგალითად ჩემი ვიდეო ჩავრთოთ, გავადიდოთ. ესეც ასე. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ამ პლანშეტს თუ გამოიწერთ 720 p-ზე მაღალი ხარისხი არ აქვს. ანუ 1080 p-ში ვერ უყურებთ. ახლა სინათლე ყველა დაწეული მაქვს, იმიტომ რომ თქვენ კარგად დაინახოთ ვიზუალურად, მასაც მოგასპენინებთ. ევოლუცია განიცადეს. ზომბერმა.
ამიტომაც ნახოთ რა გველოდება წინ. წინაზე სად გავჩერდით, როგორ გავჩერდით რა. ნუ ეხლა მთლად გადასარავი ხმა არ აქვს, როგორც Apple-ის პლანშეტს სიტყვაზე, მაგრამ რავია, ნუ ყველაფერი შეგიძლიათ გააკეთოთ თითქმის რაც პლანშეტს ევალება. მოყვა ასეთი кейსი უკან, აი კამერები ესე გამოიყურებ. როგორც ვიცი, ერთი რეალური კამერა, მეორე უბრალოდ ვიზუალურად აქვს, თორე არ გეგონოთ ორი კამერა აქვს მგონი. მე როგორც ვიცი, ახლა რადევს ყუთში. წარმოგიდგენთ ამ ყველაფერს ყიდულობთ ტემუზე თან ამდენი რაღაცა მოყვება. ახლა დავათვალიეროთ. თქვენ წარმოიდგინეთ კლავიატურა, შეგიძლიათ ლეპტოპად გახადოთ, ასევე მოყვება ესეთი მაუსი, ესეთი კალამი პლანშეტის, ასევე USB-C პორტი, შეგიძლიათ ფაილებიც გადაიტანოთ. თქვენ წარმოიდგინეთ და ყურსასმენებიც მოყვება და ასევე მოყვება ესეთი სტენდი, სადაც შეგიძლიათ გაშალოთ და დააყენოთ თქვენი პლანშეტი. ამ ფასად მართლა აი ამაზე კარგი რა უნდა შეიცინოთ, არ ვიცი. თქვენი ბავშვისთვის თუ გინდათ პატარა დისთვის, მისთვის რაღაცა, ანუ მშვენიერი შეტია რა. ახლა ისეთ რაღაცეებს ვერ მოთხოვ, როგორიცაა, ანუ ხატვის სწავლა თუ გინდა რაღაცეებს. თავის საქმეს რაც შეუძლია მინიმალურად შეგისრულებს რა. მშვენიერი პლანშეტი არის, მე ყოფილი ვარ. ესეც ვისაც გაინტერესებდათ, როგორ იყო ტემუდან პლანშეტი. თქვენთვის გამოვიწერე რომ მენახებინა. აქ რაღაცა ძალიან დიდია. და თუ მახსოვდეს რა გამოვიწერე ამხელა. ეს რა არის? ვახ, გონი მივხვდი უკვე. შტატივი, ხო? კი, ეგ უნდა იყოს. ვაიმე, ამხელა თუ იყო, ნაღდათ არ მახსოვდა. აბა გავხსნათ ყუთი. ოპა! რაღაცა ჩავარდა. ვაიმე, ხედავთ აქ გაღუნული როა ზემოთ, ჯანდაბა ტრანსპორტირებისას გაიღუნა. და ზუსტად მანდ არის გამოსადეგი 90 დღიანი დაბრუნება. რამე თუ დაზიანებული ჩამოვიდა, ან არ მოგეწონათ 90 დღის მანძილზე შეგიძლიათ დაბრუნოთ ისეთი როგორიც ჩამოგივიდათ. აი ქვემოთაც დაზიანებულია, ახლა დავაკვირდი, აი როგორც ხედავთ. და თანხა დაგერიცხებათ თავდაპირველი გადახდის მეთოდზე. აი ეს ვიცი რაც არის. აქ შეგიძლია მე ტელეფონი მიამაგრო და რაღაცეები რა. ანუ კაი არის გადაღებისთვის სიტყვაზე. რამე სხვასაც თუ ამაგრებ. გატეხა დაღუნული რო ჩამოვიდა, მაგრამ ეგ არაფერი უკან დავაბრუნებინებ და თანხასაც ამინას გავურებენ. როა გადავიდეთ შემდეგ ამანათზე. აი მძიმე არის სხვათა შორის. აბა გავხსნათ. თქვენი აზრით რა იქნება? თქვენი კომენტარები გავითვალისწინე, რასაც მიწერდით. ბევრი რამე ისეთები გამოვიწერე, რაც თქვენ კომენტარებში დაწერეთ. ოპა! ნახეთ რა ჩამოვიდა. ბიჭო, ეს თუ ჩამოვიდოდა არც მეგონა ვაფშე. ქვემოთ რამე არის კიდე? კი, თოკი მოყვა. საკმაოდ სოლიდურია, ძიმია. ესეც რომ მოყვება, უკვე ძალიან დიდი პლუსია და ნახოთ. რა საყვარელი ნაჯახია, ბიჭო. ესეთი წვეტიანი გამოვიწერე, კოდალას ნისკარტივითაა, წკაპ, ჩაკა ეგ არის. და სხვათა შორის ბასრი ჩანს. ამასაც აუცილებლად ტყეში გავტესტო, მაინტერესებს როგორ იმუშავებს რა. აი ახლოდან რომ შეგახედოთ ვიზუალურად, ესე გამოიყურება და თოკით შეგიძლიათ აქ ქვემოთ დაამაგროთ. მაინტერესებს უბრალოდ წვეტი. არ ერჭობა თითქოს, ხო არ ჩერდება. მეგობრებო, აი წვეთს ხელს რო ადევ ძალიან ბასრია რა. მაგრამ აი გამხმარი ხია რო ურტყავ, აი ესე წვერი ჩადის, აი აქამდე ჩადის. არ ჩერდება. ეს ისი აქ რა ვიზუალის თემაში. ხო და 40 წელს 100 დაამატე და კაი ნაჯახს გაყიდი. აი ესეთ პატარა რაღაცის, მაგრამ ეს იცი რა თემა იქნება, უფრო კაი. შენ კომპიუტერის იმასთან რა სივრცესთან. ესე რო დაკიდო. რაღაცა ჩონჩხია ხატია ქიმერთან. აქ თემაში გამოდგება. კიდე კაი დღეს ნაჯახი წამოვიღე. გადავიდეთ უკვე ძალიან მძიმე ამანათზე. ის რამხელა ყოფილა, პატარა მეგონა. ფოტოში ძალიან პატარა ჩანდა. ეს წკაპ გაიღება, წკაპ დაიხურება. ესეთი ტარი აქვს, ეს დაამაგრებ, ამით ჩაკეტავ და წკაპ. всё, ცუდი არ ჩანს. თან მინდოდა ესეთი ადგილი ყოფილიყო რა, შეგნით. რო თუ რამეა, ქათამია, რამე რო შემოწვა, გამეშალა რა. თქვენ ცუდი არ არის ესეც. ყველაფრის ფასები იქნება ვიდეოში, თუ დაგაინტერესებთ თქვენ, შეგიძლიათ დასკრინოთ და ფოტო ჩააგდოთ და ამოგიგდებთ ზუსტად ესეთებს რა. ან ამის კიდევ თუ მოგინდათ ფასი გეცოდინებათ წინასწარ და უფრო გაგიმარტივებთ საქმეს. ბევრი მეუბნება ძალიან საინტერესო რაღაცებს იწერო, ძალიან მიყვარს შენი ტემუს unboxing-ებიო და ყველას უღრმესი მადლობა, ვინც უყურებს ჩემს ტემუს unboxing-ებს და ელოდება. და აი, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც გავხსენი ეს ამანათი. ეს არის თბილი რეიტუსი, რადგან ხვალ მივდივართ ისე ტყინვაში, რომ შეიძლება ეს რო არ ჩავიცვა, იქვე დამეკარგო შთამომავლობა. მოდი პირდაპირ შავალზე გადავიცვამ, იმედია ჩემი ზომა არის, ჩამეტევა. ე კაცო, ეგ არის რა. просто ეხა რეიტუზებში ხო არ დაგანახებთ ჩემ თავს და ტეხავს. და შემდეგი არის, გონი ვიცი რაც არის უკვე. გამოსადეგი რაღაცა არის, იმედია
მართალია ის არის, რასაც ვფიქრობ. კი ბატონო. მოკლედ ამასაც მანქანაში ჩავიგდებ, რომ რამე გზაში რამე პრობლემა შემექნა, ესე სამკუთხედს გავაკეთებ და დავიდგავ რა. საჭიროა ესეთი რაღაცა სავალდებულოა რომ ყველას გქონდეთ, რადგან შეიძლება რამე უბედურებას გადაგარჩინოს ადამიანი. არა მარტო შენ, არამედ სხვებიც. თან არაფერ ადგილს არ დაიკავებს, ნახეთ უბრალოდ რა პატარა ადგილას შეგიძლიათ შეინახოთ. ბევრი რამისგან აგვარიდებს თავს. ეს პატარა შენაძენი. შემდეგი ამანაც საინტერესოა ესეთი შეფუთვები, რადგან ვერ ხედავ შიგნით რა არის და უფრო მაინტერესებს. ჩემი პატარა დანა გავაძროთ. ჩემი პატარა კარამბიტი, ეს რაც გამოვიწერე, გამიადვილა ცხოვრება. იმენა ისე მალეჭრის ყველაფერს და რა არის შიგნით. ჩანთა, ჯერ არ ვიყურები, იმიტომ რომ წარმოდგენა არ მაქვს. დანა კოზები, რაღაცეები. აბა, რა ეს ყველას უნდა გეგდოთ საერთოდ მანქანაში. გარეთ ხშირად მიწევს ჭამა, ამიტომაც წარამარა მიწევს ვიყიდო კოზი და ჩანგლები და მანქანაში პირდაპირ წკაპ ჩაიგდებ, რომ რამე იმდენი არის და ყველას გავუმასპინძლები. დანა ჩანგალი, კოზები ყველაფერი გვაქვს. რა ზომაც გინდა, რა ფორმაც გინდა. კიდევ ერთი საინტერესო ამანათი. გეგონება ახალი წელიაო რა, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ დიდი ხანი რო აღარ ხსნი ამანათებს, მერე მოვიწყდება რეები მაქვს გამოწერილი და ეგ არის კაი. თერმოსი ესეც მანქანისთვის გამოვიწერე. ძალიან საყვარელია, ასევე მოყვება ესეთი პატარა ჭიქა. ვაგარია. ამას დავაწვევით, შევ გაიხსნა, დავაწვევით, ჩაიკეტა. შვენიერი საყვარელი თერმოსია, რასერჩი. 500 მილilitrიანია, 12 საათი ძლებს ცხელი სითხე და ასევე 12 საათი ძლებს ცივი სითხე რა. ეს ციფრები რამდენად მართალია, მაგასაც გავიგებ გამოყენებისას. რა არის შემდეგი? ეს არის კაბელი. საკმაოდ მოშნი კაბელია თან. ესეთ რაღაცას არ ველოდი. ეს რა არის? ტრანსფორმერია ჩვეულებრივი. ნახეთ, ახლო და უნდა განახოთ. ეს რა არის? აპოკალიფსის ლოგო რატო ახატია აქ? ასევე შეგიძლიათ ეს თავი მოაძროთ. ჩვეულებრივი Android-ის დამტენად გადაიქცევა. ამას ჩამოაფარებ, ჩვეულებრივ iPhone-ის დამტენად გადაიქცევა. ხომ ძველებზე მაქვს საუბარი. აქაც ანალოგიურად წკაპ ძალიან მაგარი რამეა და ამასაც მანქანაში ჩავაგდებ და მარტო კაბელი აქვს ისეთი ხარისხიანი, რომ რავი, შეგიძლია კაცი გაგუდო ამით. არავინ არ აიღოთ მაგალითები, უბრალოდ მაგალითი მოვიყვანე როგორი მაგარია. აი, რაც მინდოდა, ეს ყოფილა ჩამოსულა. გონი ესეთი ძვირიანი შტატივი ცხოვრებაში არც მქონია და დღეს გავტესტავთ როგორი არის. მე ის მეგონა დიდი და ეს რამხელა ყოფილა ვაფშე. UE Go-Go's ფირმა არის, წინა შტატივიც ესეთი მქონდა, უბრალოდ ეს არის ბევრად გაუმჯობესებული. უფრო მძიმე შტატივს ვეძებდი და გონი იდეალური ვარიანტი არის. ჩანთა მოყვება მარტო ნახეთ რა მაგარი რა. ეს ფირმა აშკარად სუნავს ხარისხზე რა. ეხლა შიგნით ნახოთ რეებია. მეგობრებო, შეგახსენებთ რომ ეს არ არის დასპონსორებული ვიდეო, ტემუს ერთი კაპიკი, ერთი თეთრი არ გადავხდია ჩემთვის, ყველაფერი არის ჩემი ფულით გამოწერილი. ასევე არც ამ UE Go-Go's ფირმას არ დაუსპონსორები ვარ, უბრალოდ ჩემი პირადი აზრია რომ ვიყენებდი და მომწონს. რადგან მომწონს, მაგიტომაც ვაძლევ რეკომენდაციას. რამხელა, ბიჭო, მუხა, ტანკი არის ეს რა არის? მარტო თავი რამხელა აქვს. ვაახ, დაჟე ნახე რა მოყვება. ხელი შეგიძლია ატარო. და ახლა ვიზუალურად რო განახოთ რამხელაზე ადის, მოდი გავშლი მაქსიმუმზე და ერთად ვნახოთ. ამას ხედავთ და ეს თავიც კიდევ ადის ზემოთ და ზემოთ. დაჟე ნახე რა აქ ბიჭო. ამას ატრიალებ და ჩამოდის. ნახე ადგილი აღარ მყოფა, სადამდეა, სან ჩემზე მაღალია და სადამდე იშლება, საღო. თან კაი მძიმე არის და ზუსტად მძიმე მინდოდა მეც. იმიტომ რომ ქარში ან რაღაცა აყირავებს ხოლმე შტატივს და მძიმე როცა არის, ნაკლები შანსია გადააყირავს. თან კარგი ფეხები აქვს. აი ესე გამოიყურება ამის ფეხები და აი აქ შეგიძლიათ დამატებით წონა ჩამოგიდოთ, რომ ყარათ იდგეს რა. მოკლედ მაგარი რამეა, ყველას გირჩევთ. თუ კონტენტ კრეატორი ხართ, თან ესეც სფეროში მუშაობთ. მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა, ჩენდება თუ გამდება, წვად ჩემი ნიჭი იმენა პიგზი არის. ჩვენი შემდეგი ამანათი არის ესეთი შამპურები. ნუ შამპურების პრობლემა სულ გვაქვს წესში, ამიტომაც გამოვიწერე, მეთქი გავტესტავ თქო და ნახავ როგორი იქნება თქო და ამას ახლა არანაირი გახსნა არ უნდა, საკმაოდ კარგი ხარისხი ჩანს. დიდი ალბათობით ამასაც წავიღებ და გავტესტავ წესში როგორი იქნება. ქიმერას შამპურებს ისა გამოყენებ. მადლობა მე. იმედია მანამდე არ გამოიყენა. ვატრიალთ მალმალ. ჩინო შამპურზე შემწორინწოდი.
ჩვენი შემდეგი ამანათი, რომელსაც მანქანა ახატია. რა იქნება ნეტა? მოდი გავხსნათ ერთად, გავტესტოთ. ეს არის მანქანის ნომრებისთვის. საკმაოდ მყარი სტიკერი მოყვება. აი უბრალოდ სისქეს შეხედეთ და ასევე ესეთი დასაწებებელი. ესე აწევ გამოჩნდება ნომერი, თუ არ გინდა ესე ჩამოწევს, შო დაიმალება. და უკვე აქვს ორმაგი წებოები რა. შეგიძლია დააწევო და ჩვენივრად გამოიყენოთ. ჩვენი შემდეგი ამანათი არის. აუ ეს რა მაგარი არის. ესეც მანქანისთვის გამოვიწერე, მაგარი საყვარლობა არის. ესეთი გასახსნელი აქვს და პატარა ჭიქებია შიგნით რა. აი არყის ჭიქებივით არის. ნახე. 7 ცალი ჭიქა არის. უცებ გარეთ ხართ ბიჭები, გცივათ რა და დალევა მოგინათ. ეგრევე კაპოწე, დატრიალდა, კიტრი, პომიდორი, კალბასი, რაღაცა ამოაძრე ეს ჭიქები და всё, ილხინეთ იბედნიერეთ. კაი არყის შოთებს გადაარტყავთ. და სულ ეს არის, აღარ არის ამანათები? რა მალე ჩავედით ბოლოში. ახლა კიდევ ველოდოთ შემდეგ ამანათებს და დაგიბრუნდებით როცა ჩამოვა. გავიდა 1-2 კვირა და ჩამოგვივიდა კიდევ ახალი ამანათები. ჯერ კიდევ ჩამოსასვლელი გვაქვს, ამიტომაც მოდი ჯერ პატარით დავიწყოთ. გავხსნათ და ვნახოთ რა არის. რიკის და მორტის card game ჩამოგვივიდა. გათვლილია 2-დან 5 მოთამაშემდე და 15 წლის ზევით არის ეს mini game. ჩემდანაც მოვიმარჯვებთ და გავხსნათ, ვნახოთ როგორი mini game-ია. სიმართლე გითხრათ, არაფერი მინახავს. უბრალოდ რიკი და მორტი ძალიან მიყვარს. სკოლაში რომ დავდიოდი, სკოლაშიც კი რიკი და მორტის უყურებდი ხოლმე დასვენებებზე. და აბა გავხსნათ და ვნახოთ როგორი თამაშია. ეს მოყვება ალბათ ინსტრუქცია. კი ბატონო. აქ გვაქვს ასევე ესეთი კარტები, როგორც ხედავთ, ბევრი კარტია შიგნით. ასევე ესეთი კარტები, აქაც საკმაოდ ბევრი კარტია და კიდევ ესეთი კარტები. აქაც როგორც ხედავთ, ბევრი კარტაა. და ესეთი რაღაცა მოყვება, რომელიც გამოგადგებათ თამაში. ახლა თამაშს ახსნას არ დავიწყებ, მერე ჩავუჩდები, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ინსტრუქცია აქვს. ვისაც გამოწერა გინდათ, შეგიძლიათ დასკრინოთ ეს, ჩააგდოთ ტემუზე, გამოიყენოთ ჩემი პრომოკოდი და ფასდაკლებით გამოიწეროთ აი ეს ძალიან მაგარი mini game, რომელსაც შემდეგ მეგობრებთან ერთად გავტესტავ და ნახეთ რამდენი კარტები მოყვება უბრალოდ. მარტო კარტების გამო ღირს, იმიტომ რომ რიკი და მორტი ძალიან მევასება და მექნება კარტები. და იმედია საინტერესო იქნება ეს mini game-იც. ახლა კი big boy-ზე გადავიდეთ. სხვათა შორის ეს ამანათი არ გამომიწერია ტემუდან, ეს გამოვიწერე ტაობაოდან, იმიტომ რომ ტემუზე მსგავსი რამე არსად არისო და ერთი სული მაქვს გავხსნა და ვნახო როგორი ხარისხი იქნება. თუ გინდათ ასევე ტაობაოს unboxing-ები გადავიღო, დამიწერეთ ეგეც კომენტარებში. აუ, რამდენი რაღაცაა, ხო არ მეღადავები. პატარა იარაღი მოყვა, ხო არა გადავ. ნახეთ რა საყვალობა რაღაცა მოყვა ბიჭო. ვა, დაჟე ისვრის. და აქეთ გადასატენი აქვს. ნახეთ აქეთ ამ მხარეს. ვაიმე. ჩემი კაი. მაგარი საყვალობა. გლოკიც მოყვა ბიჭო. და ნახეთ რა ლამაზად გამოიყურება. საქართველოში ესეთი სათამაშოები ხირს ძალიან ძვირი. თან ვერც ვიპოვე პლუს ესეთი ტყვიები მოყვება და ტაობაოზე არც ისე იაფი დამიჯდა, მაგრამ საკმაოდ კარგ ფასად გამოვიწერე. ასევე ესეთი სამიზნე და ახლა კი გადავიდეთ მთავარ იარაღზე. ძალიან რეალურს გავს და ამას რო ავაწყობ და მაინტერესებს როგორი გამოვა. კიდევ ერთი ტყვიები, ასევე ესეთი სამიზნე, აბჯიში red dots ეძახით ამას. ესეთი ტყვიების ჩასადები, ეს ალბათ წინ უნდა დავამაგრო. ასევე მოყვა flashlight-ი, რომელსაც ალბათ დატენვა უნდა არანათებს. ესეთი კაბელი, არ ვიცი რისთვისაა. ეს მაყუჩია ბიჭო. ნახეთ რამხელა სკოუპი მოყვა კიდევ. ვა, გავაფრით. ესეთი მეორე ხელის მოსაკიდებელი, ლაზერიც მოყვა დაჟე. გონი ესეც დასატენია, ასევე მხარზე ჩამოსაკიდებელი. კიდევ ერთი ტყვიები და всё, ჩავედით ბოლოში. ახლა ამას გადავდებ. ავაწყოთ და ნახოთ როგორი გამოვა. ბიჭო, ძალიან დიდი არის, ძალიან დიდია. ამას უკან უკეთდება ეს. ოპა, ასევე სკოუპიც დავუყენოთ. ესე მშვენიერი. აჰა, ესეც ადგილზეა. ჯერჯერობით ესე გამოიყურება იარაღი. აი, აქ აქვს მეგობრებო, ეს უნდა მოვაცრო, რომ ბატარია ამუშავდეს შემდეგ. ამასაც იგივენაირად. და მეორე მხარეს უყენდება ფანარი ან ლაზერი. მოდი ახლა მოვაძრობ ამას და ნახოთ თუ მუშაობს. თავიდან თითქოს გაანათა, მაგრამ შემდეგ ჩაქვრა. აი, მოდი ლაზერი ვცადოთ. წკაპ. აი, ლაზერი მუშაობს. ესეც დავუყენეთ. ნახეთ რა მაგრა გამოიყურება უკვე. რაც ბავშვობაში მინდოდა ახლა ვიხდენ სურვილებს. მამა ჩემი მყიდულობდა ბავშვობაში ხოლმე, მაგრამ ეგ იარაღები საწავიდა დღემდე არ ვიცი. აუ რა ძერსკია ბიჭო, მოიცა ლაზერით შავთო. კაპ. დახ. აი ხარ გავგვიშდეს სემი და აუტო აქ. შეგიძლია სემი ჩართო, შეგიძლია აუტო ჩართო. აი ეს აქ ყოფილა შესაძლებელი. ხოლო ეს რისთვის არის აზრზე არ ვარ. სადღაც უნდა შევაერთო ალბათ. კომენტარებში შემიფასეთ როგორ გამოიყურება იარაღი, აბა. ცოტა რეალისტური მინდოდა ჩემი Ghost-ის cosplay-ისთვის, ვინც იცით Ghost-ის cosplay მაქვს, ამიტომაც გონი იდეალური ვარიანტია ეს იარაღი რა. აი ესე რომ დავიჭერ,
გადავიკიდებ. ძალიან ძერსკობა გამოვა. აუ, ეს აახლოვებს დაჟე. რა მაგარია, ბიჭო. ძალიან მომეწონა. ტყუებს რომ ჩავდებთ, შემდეგ აი აქედან უნდა გადავტენოთ. ჯერჯერობით არ იტენება. ალბათ ტყუები უნდა ჩავდოთ, ან რაღაცა ჩამკეძია დაყენებული. აი, ფლეშლაიტი ჩაირთო. რა? ამას უყურეთ. ხო არა, მოიცა ერთი წამი. ანუ რო რამე ესე ხომ აქ? ნახე. ეს ერთობა ფლეშლაიტი. ვა, ალბათ უნდა ამუშავდეს დიდი ხანი რო არ ჩართულა. ძალიან მაგარია და ამას დიდი ალბათობით კედელზე ჩამოვკიდებ, იმიტომ რომ როგორც შეამჩნევდით, მევასება, ხმლები, ნაჯახები, კატანები, რავი, გადავსებული მაქვს ყველაფერი ჩამოვკიდული და ამალეოპირებ ნამდვილი იარაღის ყიდვას და იმედი მაქვს ნამდვილსაც ჩამოვკიდებ ერთ დღეს. აი გლოკში ტყუები ზემოდან ჩადის, მე ამას გავწევთ, გადავტენით და წკავ. ეს რა საყვარელია, ბიჭო, მაგარი საყვარელი რაღაცა. ოპა, აი ზემოდან ჩადის ტყუები აქ. და დაჟე ესეც ტყუებს.